ჩემოკარგებო მოგესალმებით. მე მინდა ძალიან მოკლე პატარა ვარჯიში გასწავლოთ და თან აგიხსნათ რატო არის ეს ვარჯიში კარგი, რას უხდება, რამე თუ როცა შემსრულებელმა იცის არა მარტო ზუსტი ტრაექტორია და არა მარტო ზუსტი მეთოდიკა თუ როგორ სრულდება ესა თუ ის მოძრაობა, არამედ ისიც რას უხდება ეს, რატომ უხდება, უფრო ეფექტური არის ნებისმიერი ვარჯიში, ნებისმიერი მოძრაობა, კინისი. ალბათ უმრავლესობას გაგონილი გექნებათ სუჯოკ თერაპია, სუჯოკი. სუჯოკი არის კორეულიდან ქართულად სულ ტევანს ნიშნავს ჯოკ ტერფს და ერთ-ერთმა კორეელმა მეთოდისტმა შექმნა მოძღვრება სუჯოკ, ანუ ტევანი პლუს ტერფი, რომლის მიხედვითაც ადამიანის დანარჩენი სხეულის და თავად ტერფის და მტევნის წერტილები ბიოლოგიურად აქტიური შესაბამისი წერტილები მოიძებნება ნებისმიერ ხელის მტევანზე, ნებისმიერ ფეხის ტერფზე. აი მაგალითად ხელის მტევანზე, როგორც დავარქვათ ამას წინხედი, ასევე უკანხედითაც ფაქტობრივად მთელი ადამიანის სხეული არის გამოხატული შესაბამისობებით. აქ არის თავის ბიოლოგიურად აქტიური წერტილებიც, აქ არის ხელების ორივე ხელის ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, ორივე ფეხის ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, ხერხემალი და ასე შემდეგ. მოდი სუჯოკ თერაპიის ძირითადი პრინციპები, ანუ იქ იგლოთერაპია, ნემსებით კურნალობა ვთქვათ, ან სხვა მეთოდებით კურნალობა, აპარატული მასაჟით და ასე შემდეგ, მივანდოთ პროფესიონალებს, ეს ძალიან რთული და არც ისე მარტივი მეთოდიკა არ არსებობს. თქვენ ნებისმიერ თქვენთაგანს შეგიძლიათ ამის შესახებ გარკვეული პოპულარული ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ თავარია იმისთვის, რაც მე მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა დღეს, თავარი ვიცოდეთ, ვიმეორებ, რომ ნებისმიერ ხელის მტევანზე, გინდა მარჯვენაზე, გინდათ მარცხენაზე, აისახება ჩვენი დანარჩენი სხეული შესაბამისი ბიოაქტიური წერტილებით, ნერვული დაბოლოებებით. ანუ აქ ამ ხელის მტევანზე გვაქვს ჩვენ მთელი დანარჩენი სხეულის ნერვული დაბოლოებები. ამიტომ გარკვეული მოძრაობები, გარკვეული ვარჯიში ხელის მტევნის ჩვენ დაგვეხმარება სწორედ ამ ბიოლოგიურად აქტიური წერტილების კიდევ უფრო გააქტიურებაში, შენახვაში, სტიმულაციაში. და მე თქვენ გაჩვენებთ ძალიან მარტივ ვარჯიშებს, რომელსაც არ ჭირდება სპეციალური სამედიცინო მომზადება. აი, პირველი ვარჯიში. კუმშვა, გაშლა. კუმშვა, გაშლა. რეკომენდირებულია მინიმუმ 30 ჯერ დავაკეთოთ ეს მოძრაობა. შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში გააკეთოთ. არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ცერათითი შინიდან მოექცევა თუ გარედან. თქვენ ისეც გააკეთეთ და ასეც გააკეთეთ. შეეცადეთ მოკუმშოთ ძლიერ და გაშალოთ ძლიერ, რომ ეს იგრძნოს ხელის თითებმა, იგრძნოს ტევანის სიღრმემ. გარდა იმისა, რომ ამ ბიოაქტიური წერტილების გააქტიურებას უწყობს ხელს, ეს ვარჯიში, დავანებოთ თავი სუჯოკის მიხედვით და აღმოსავლური მედიცინის მარტო სუჯოკი არ არის მიმართულება, რომელიც
დანარჩენი სხეულის ბიოლოგიური აქტიური წერტილების განლაგებას სწავლობს და იკვლევს. ხელის მტევანზე არის ჩინური, იაპონური სამედიცინო მიმართულებები ბატონო. გარდა ამისა, რომ ჩვენ ამ მოძრაობით ვააქტიურებთ და მუდმივ სტიმულაციაში ვამყოფებთ ჩვენი დანარჩენი სხეულის ბიოაქტიურ წერტილებს, ძირითადი ორგანოების, გულის, ფილტვების, კუჭნაწლავის, თავის და ასე შემდეგ. უბრალოდ აი ამ ჩვენ ხელის მტევანში გვაქვს ძალიან ბევრი სახსრები. მარტო აგერ ერთ თითშია 3 სახსარი და მაჯის ჩათვლით თელ ხელზე გვაქვს ასევე 3 სახსარი. წარმოვიდგინე, ერთ თითზე 3 სახსარი გვაქვს, 5 თითი არის ერთ ხელის მტევანზე, 15 პატარა სახსარი არის. ამ სახსრებს მუდმივად ჭირდებათ მოძრაობა, დინამიკა, სტიმულირება, არის პატარა ძვლები, უამრავი კანქვეშა ქსოვილები, უჯრედები და ასე შემდეგ. ჩვენი ხელის მტევანი ფაქტიურად არის არამარტო ასახვა ბიოლოგიურად აქტიური რეგენერაციის მიხედვით, ასე ვთქვათ, ჩვენი დანარჩენი სხეულის, არამედ არის ჩვენი ძირითადი სამუშაო იარაღიც, ხო? იმათვისაც, ვისაც თოხი უჭირავს ხელში, იმათვისაც, ვისაც ფიზიოთერაპიული იარაღი უჭირავს ხელში, ან მასაჟს აკეთებს, ამ შემთხვევაში მე, ჩემო ბატონო, იმასთვისაც, ვის წერს პედაგოგია ეს თუ მწერალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაურთხედეთ ჩვენს ჯანმრთელობას და დღეში რამდენიმეჯერ არ არის შეზღუდული ეს, მაგრამ მინიმუმ 3-ჯერ მაინც გავაკეთოთ 30ჯერ, მინიმუმ 30ჯერ ორივე ხელით ეს მოძრაობები. ჯანმრთელობას გისურვებთ.